ძალიან არის თან ერთად დაბრუნეთ უკვე პირდაპირ ეთერში. თუ კი ხშირებს და საუბრობ, ეხლა საუბრობ. არანაკლები ვიცი როგორ დაგაანო, საათრო ციანო დარსო, მას მერე რაც უქმინა წაღმა, პატარა ძაღლებზეა გადასულია. ხო და რა თქვა რა, მე არ გვიდა შემდეგზე ლაპარაკი. ნუ ვიტყვი, მაგრამ პატარავდება რა. პატარა იქნება კი. პატარა ვიზღებ რომ არ შემჭამოს ვიღაც. არა ნუ, მაგრამ ეს არის რა ქვია სხვათა რამდენჯერმე დაემთხვა ბავშვების ფსიქოლოგია მე გადაცემასთან და მე მოდის ხოლმე ჩემი გადაცემა რაღაცნაირად ვხედავ ნაცნობ იმებს რა შტრიხებს ხო რა ნუ ცხადია არ ემთხვევა ბევრად მაგრამ რაღაცებში ჯობია რომ ერთნაირად ვიმოქმედოთ ანუ თავდაჯერებით ხო მეგობრულად უკვე იცით ხო თქვენ ეგეთი თავდაჯერებით ძალიან მნიშვნელოვანია ხო ბავშვი კუც ვერ მოიჭამს იმიტომ რომ არა აქვს ხო ან ძაღლი ხო აი დღეს ვიწყავდა დღეს აი ეს არის კლასიკური შემთხვევა როცა 4 ქალი ათამამებს ძაღლს გადარია ზედმეტი ფერება ზედმეტი ხელიდან მიცემა ხო ზედმეტი ამ დროს იმავე დროს ზედმეტი ბრძანებებით და ყვირილის და ჩუბით და ნუ სხვა ძაღლებს აქვთ ისეთი გამოვლენებებს თქვა საჭმელს ჭამენ მაგიდიდან უყეფენ რაღაცა ამას ესეც აქვს ნევროზია კიდეს ხო პლუს აქვს კიდე კუდის იღნის თან იღნი ილოკავს იღნი ისე რომ სისხლიც კი მოსდის ხოლმე ეხა გამოჩდება რა და ეს ხშირად ხდება ხოლმე მე არ გამიგია რა სხვადასხვანაირი მიმართულება ეძლევა ხოლმე ძაღლის საინერვიულობას ზოგი იმას შვება ზოგი ამას ზოგი აი ეს კონკრეტული ძაღლი კუდზე რამდენჯერმე გამიგია მკითხეს რა უკნათ მე იმედია დღეს გამოადგებათ რასაც დაინახავენ და მიზეზი რა არის იგი ჰიპერმზრუნველობა? ხო, არა, მზრუნველობა არა, ნუ როგორ გითხრათ, არასწორი პატრონების მიდგომა არასწორი ძაღლებისადმი, ნერვიული გახდა ძაღლი. აი, რაც ემართება გათამამებელ ბავშვებს, აი ბავშვებზე ხო ლაპარაკობთ რა. მე როცა ყველაფერს იღებენ და უკვე ის ყველაფერი აღარ აინტერესებს და კიდე რაღაცა რომ უნდათ, მე იმას ვერ იღებენ. ხო და არიციან, ვერ იღებენ და ისღებენ მე ნერვიულობას ხანდაში გამოიხდება. რაღაცა შემეცოდა ეხა რა. არა, მაგას ვამბობ, ცუდია ესე რომ ექცევიან, მაგიტომ მინდა რომ ამდენჯერ ვამბობ რომ ნუ ექცევით ზედმეტად მოფერებით, ზედმეტად ბავშვურად და შვილი ბავშვით, ნუ ექცევით, მოეკეცით როგორც პარტნიორს, როგორც ოჯახის თანაბარწევს, არ უნდა ამდენ ხელშეაყვანა ტაქსას და საერთოდ ძაღლს, აი თითქმის უმეტესობა ვისთანაც ყოფილვარ, ძალიან უყვართ ამ ძაღლის ხელშეაყვანა. რატო? რომელ დედას აყავს ძაღლი ხელში, რომელ დედა ძაღლს მაგულის ხელში, აი მაქსიმუმ შეიძლება ქეჩოში წაიღოს და დააგდოს, ხო აი რა ხელში აყავს. ისიც უხარია. რა თქმა უნდა. მე და მოკიდა ქეჩოში. ხო ძაღლი არის ამის გამო ცოდო ჩვენ კი ვიგმოყოფილებ ჩვენს რაღაც იმის მოთხოვნილებას რომ ვიღაცას მოვიფეროთ, მაგრამ ძაღლს კითხეთ ერთი არის. აბა მე მოაიყვანო ხელში და წაიღოთ. კითხეთ აბა ძაღლს, იქნებ გიპასუხოთ. არა და კარგი ოჯახია ძალიან იმედია ყველაფერი კარგად გაიგეს და იმავე დღესაც ცოტა მოგვარდა და აი გამოჩნდება. აბა ნახოთ. მაშო არის 6 წლის, ყავს სადღაც 2 თვიდან, ჩემ და საჩუქეს. ძალიან საყვარელი და კარგი ძაღლი არის, არანაირი პრობლემები არ ქონდა. მაგრამ ბოლო პერიოდში დაემართა ესეთი პრობლემა, რომ იჭამს კუდს და ილოკავს ამ კუდს და კუდიდან მოსდის სისხლი. აი ეს პრობლემა გვაქვს და ვერაფერი ვერ უშველეთ, ყავდა ექიმებთან და სხვადასხვა დიაგნოზი გვითხრეს, მაგრამ საქმეზე მკურნალობაც ჰქონდა დანიშნული, მაგრამ შედეგი ამ ეტაპზე არაფერი არ გვაქვს. დღემდე აქვს ეს პრობლემა. ეს ძაღლი ახლა როგორც მივხვდები არის გათამამებული, როცა უნდა საჭმელსაც მიიღებს სასუსნავს პატრონებისგან, როცა უნდა საწყლზე წავა და პატრონს დააწვება. არა, როცა უნდა კი არა, მუდმივად დააწვება. როცა გარეთ არის, საერთოდ უნდა იქით წავა და დაყროსავს რაც უნდა და იმას აიღებს, ხო ეგრეა. ხო და ესეთი გათამამებული ძაღლი მაშინ როცა რაღაცა ყურადღებას ვეღარ იღებს, რომელსაც მიჩვეულია, ეწყება სტრესი და იწყებს საკუთარი კუდის ღრანას. ეს როგორი რამე ეცით, აი ადამიანი როცა ნერვიულობს და ფრჩხილებს ვეიკნას. ან თითებს ვიტკაცუნებს, ან რა ვიცი ზოგი გასაკეთებს, ზოგი რას ხო? ამისთვის ეს არის კუდის ღრნა ამ შემთხვევაში. სხვა ძაღლისთვის თქვათ ის აგრესიაში გადადის ეს სტრესი და დეპრესია, ამისთვის კუდის ღრნაში გადადის. გაუკეთე ესეთი ტენისის ბურთი, ჩოგბურთის ბურთი დახეული, გაუკეთე ნახევარი, ჩაუყრი შიგნით ზეხვებს. და ამით რამდენიმე წუთი, 1-5 წუთი ამით იქნება ეხა დაკავებული. სანამ ამას აგორავებს, გადმოვარდება, შეჭამს. მოდი, აბა, სად არის შენი ბურთი? სად არის? აბა, სად არის? აჰა. ცოტა ხანი ამით დაკავდება. 1-5 წუთი ეხლა ამ ზეხვებს ეთამაშება. და გააგორა ბურთი, გადმოვარდა ზეხვი, შეჭამა, გაუხარდა.
რამდენი ხანია ზეხვით ვარ დაკავებული. ავიც უკვე ერთი ნახევარსაც გავიდა, შეიძლება ნაკლები ცოტა, მაგრამ ნუ კუდი არ ზეხსენებია, თამაშობს, სულ იყურება აქეთ-იქით. მთელი დღე ზეხს ვერ ვაჭმევთ, ხო, ბოლოს და ბოლოს გასვით. ხო, არა, მობეზდება გაართეთ სხვა საშუალებებით, ვარჯიშები დაიწყეთ, აუყვარს, არ უყვარს, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. დასვით, დაჯექი ასწავლეთ ერთი 10 წუთი მაღაზია ავარჯიშეთ. დაწე კინოეს ვერ წובה, ცოტა ტაქსებს უჭირთ დაწოლა. ნუ რაღაცა გვერდით სიარული ასწავლეთ, გადაუგდეთ რაღაცა მოიტანოს ასწავლეთ. ეს ვარჯიშები ძალიან ადვილად აღიქვამს ნებისმიერი ძაღლი. რამეთი ძაღლის ტვინი გაართეთ. ან კუდის მოჭრა გამორიცხული. არა, რა საჭიროა საჭიროა, აი უკვე ნახევარ საათზე მეტი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს არ არის რამე სოკო, ჭია, არაფერი. ჭიებზე ალერგია, არაფერი თუ არა, თუ დარწმუნებული ხართ, მაშინ არ უნდა საერთოდ. მაშინ ამას მოვაჭრის, შემდეგ ნაწილს რაც დარჩება იმაზე გადავა, მე იმაზე და დაიგლე. გარანტიას არ მოგწევთ, რომ იგივეს არ გავაკეთოთ. არა, დააკლდა ტვინის მუშაობა, ტვინის გართობა, ინფორმაციის მიღება, რაღაცის კეთება დააკლდა. ესენი სულ აქტიური ძაღლები, ეს ხო მონადირეა, ამან უნდა იქექოს სადღაც მიწაში ჩაძვრეს, მელია გამოიყვანოს თუ უყეფოს თუ რაღაცა უნდა ქნას, ხო? სულ რაღაც აქტიური ძაღლია და ამ დროს არაფერს ერთადერთი რაც მე ახლა აქ ვნახე, ყველაფერს აძლევთ, ყველა ხელიდან აჭმევთ, ხელში აკყავთ, ეს ხელიდან აყვანა საერთოდ გამორიცხეთ, სხვათა შორის ეგ უნდა მეთქვა რა. საერთოდ ხელიდან ხელში აყვანა, საერთოდ გამორიცხეთ. ძაღლს რა უნდა ხელში? დასაკეთებს ახლა ეგ ძაღლი. დაჯექი არ ჯობია რომ აი ესე დაჯიდე. მოდი. არა. დაჯიდე და მოეფერო. აი აქ, ანუ კი ბატონო, ნუ ხელში ნუ აიყვანთ თავარია. ფსიქოლოგიურ იმებზე ველაპარაკეთ ხო მეთოდებზე როგორ უნდა მოვაშლევინოთ კუდი, მაგრამ ნუ თუ ძალიან გაგვაწვალა და თუ თვითონაც შეძღვდა თქვა იგივე ღამე, არსებობს ბევრნაირი სითხე არსებობს იმისთვის რომ დაასხა იმ ადგილას რომელსაც იღრღნის და იმას ცუდი სუნი აქვს, ცუდი გემო აქვს და ერთხელ რო გასინჯებს, მე აღარ მოკიდებს. ერთ-ერთი აგერ მოგიტანეთ. ცადოთ კუდზე დავასხათ. აბა მიდი ალოკე თუ ვაშკაცი თუ როგორ არის თუ ხალი ალოკე სითხეები არის რამდენიმე ნაირი შეგიძლიათ მოძებნოთ ზოგი არის ციცაკით გაკეთებული ზოგი მდოგვით ზოგი მწარე ვაშლი ქვია ზოგს ქვია რა ცუდი გემო ბევრი რაღაცაა ძალიან რო შეძლებთ ინტერნეტში შეგიძლიათ გამოიწეროთ და ეხა კუდის ლოკვას იწყებს რა სიზმრს არა კუდის არა ფეხი ლოკვას ხო კუდი მე მგონი აღარ მოწონს იმიტომ რომ სითხე თუ რა ფეხი ყოველ დილით ნახევარი საათი ყოველ საღამოს ნახევარი საათი სიარული სირბილი ეზო გააქვთ გადაუგდეთ რაღაცები ათამაშეთ გაართეთ ძაღლი რატანი აქ ისე ის რაღაცა სოსის გავს ეს წაგდება ის რაღაც შემოწყე რომ კარგი ხერხი შესთავაზე პატრონს ანუ რამდენიმე მეთოდია ერთი არის ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად უბრალოდ მენტალურად დავტვირთო ძაღლი რაღაცები აკეთოს და აღარ იფიქროს კუძზე და არ ინერვიულოს მეორე ეს სითხე არსებობს დაასხავ ეხა ალოკა ხო და არ მოეწონა და მე გაანაგრძო ისო რაღაცების თამაში და ნუ იმედია გამოიმუშავებს ეგ არა იმედია ეგ სითხე პრინციპში მე მენტალურ ამბავსაც ალბათ მოაგვარებს და დაავიწყდება რა ბოლოს დაავიწყდა თავარი ეგ არის ხო მე აღარ დაჭირდება ხო შეიძლება სხვა რაღაცაზე გადაიტანოს ნახო თუ ხო არა ხელს თუ იკლიდოს ძაღლი თან უნდა ხო გეუბნები თან უნდა დაწვირთონ ძაღლი რაღაცით რა უნდა ამუშავონ ათამაშონ გაწვდნან მარტო კულმის მოსხმა არ არის საქმე რაც შეეხება უსახლკარო ძაღლებს უკვე ტრადიცია ხო ის უშილებიათ რომელიც ჩვენთან თვალები რო ქონდა დაზენი ყველა ძაღლი გაშვილდა ჩვენაც ყავდა მე როგორც მახსოვს და იმედი აქვს რომ ყველა ძაღლი გაშვილდება ვინც ახლა თუ არ ვცდები რედისონში არის შეკრებილი ეს არის ტრადიციული აქცია როდესაც მსურველებს ეპატიჟებიან და სთავაზობენ გასაშვილებელ ლეკობს ძალიან პატარებს და საყვარლებს და დედის და მამის მსურველებს ასე ვთქვათ ანია ყეშალაშვილი გვერდობა პირდაპირ ეთერში და ყველაფერს გვეტყვის იმისთვის რომ ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ რომ აი ეს საოცრება ვიშვიოთ. რა გაბუშტული ძაღლია? კაი ძაღლი. მოგესალმებით, მე და ბრაუნი მოგესალმებით. ამ პატარა ძაღლს სჭირდება პატრონი. უკვე მე რამდენი წელია რაც რედისონ ბლუში ვიკრიბებით იმისთვის რომ ამ საყვარელ ცხოველებს უპოვოთ პატრონი და რა ამ ღონისძიებაზე ახლა ჩემთან ერთად იმყოფება ქეთო გერგობიანი რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის ამ ყველაფერზე. ქეთო მოგესალმებით. დღეს დილიდან დაიწყო აქცია
ინფორმაცია ძაღლების გაშვილების შესახებ. მოდი გითხარი, რამდენი ძაღლი აქვს წარმოდგენილი და რა ხდება დღეს აქ? ესე იგი, დღეს აქ გვყავს ჩვენ 5-6 ლეკვი, თუ არ ვცდები 6, იმიტომ რომ ერთ-ერთი ერთმა უკვე იპოვა სახლი, არსებობს კიდევ რამდენიმე ლეკვის გაშვილების მსურველი, უბრალოდ წაყვანის მსურველი. ჩვენ უკვე 3 წელია ვეხმარებით ძაღლების ორგანიზაციას საქართველოში უპატრონო ლეკვებისთვის პატრონის პოვნაში და რაც მთავარია გაშვილების შემდეგ ტარდება ძალიან სერიოზული მონიტორინგი ამ ორგანიზაციის მხრიდან და ყოველთვის მოწმდება შემდგომში მდგომარეობა. მოდი მაყურებელს ზუსტად უთხრათ, რა მდგომარეობაში არიან ეს ძაღლები? ალბათ უფრო საინტერესოა. ვეტერინარის ჩარევა თუ ხდება აქ და რა თქმა უნდა. რაღაცა პატარა კონფლიქტი გვაქვს პირდაპირ ეთერში. მოდი გითხარი, მოკლედ ანუ შემოწმებას გადიან ეს ძაღლები. ლეკვებს ყოველთვის უკვე გაკეთებული აქვთ ვაქცინაცია ჩატარებულია და შემდეგ ხდება უკვე მათი სტერილიზაცია, რაც ერთი მხრივ სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის რაღაცა გარკვეული პრევენციის საშუალება, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა არ განვითარდეს უფრო და უფრო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით მათ მოვლა აკლდებათ ან ამ შემდეგ. პირიქით, რეალურად ეს ხდება მათთვის. ჩვენ Radisson Blu ჩვენი მხრიდან სერიოზულად ვუჭერთ მსგავს წამოწყებებს მხარს. ჩვენ და ძაღლების ორგანიზაცია უკვე როგორც გითხარით 3 წელია პარტნიორობთ და 35 ლეკვი გაშვილდა უკვე ამ ღონისძიების გარდა. დღეს უკვე იმედი გვაქვს რომ დაემატება ამ რიცხვს გარკვეული რაოდენობა, ამასაც აუცილებლად მოგახსენებთ შემდგომში. დღეს შეგიძლიათ საღამომდე სადღაც 4 საათამდე მსურველები მობრძანდეთ და მოდი მაყურებელს იცის უთხრათ, სად შეიძლება გარდა მარტო დღეს გვაქვს აქ მოსვლის შანსი და ლეკვების წაყვანის შანსი და გარდა ამისა სად შეუძლიათ მოვიდნენ და დღეს თუ ვერ მოახერხეს, აქვს თუ არა შანსი რომ წაიყვანონ ეს ლეკვები სახლში? კი, აქვთ, იმიტომ რომ ძაღლების ორგანიზაცია საქართველოში მდებარეობს ლისის ტბის ტერიტორიაზე. და რეალურად ეს ორგანიზაცია არსებობს შემოწირულობების საფუძველზე. ანუ მოხალისეები ეხმარებიან მათ, რომ მოუარონ უპატრონო ძაღლებს. ნებისმიერ თქვენგან შეუძლია მივიდეს, გაასეირნოს ეს ძაღლები, მოუაროს გარკვეული შეწირულობა გააკეთოს და ასე შემდეგ. ანუ ეს საკმაოდ ღია ორგანიზაცია არის მსურველებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ქეთო, იმედი მაქვს ამ ძაღლებს გამოუჩნდებათ პატრონი. მე კი მაყურებელს ვეთქვი, რომ თუ მოგეწონათ ჩვენი ბრაუნი და კიდევ მისნაირი აქ ბევრია, მოგბრძანეთ დღეს Radisson Blu-ში 4 საათამდე და წაიყვანეთ ისინი სახლში. მის მედერო დაუნძირდა ხელი და ბრაუნი რო ჩასულდა. და მიკროფონს ჩაცდა. მე მაგრამ მომეწონა. ძალიან მაგარი ძაღლია, кайფერია, სახელიც მაგარია. და თქვენს რომ ძალიან კაც მონიტორინგს უწევენ იმ ოჯახებს შემდგომ, ვინც იშვილებს ამ ძაღლებს, ასე რომ უბრალოდ მსურველები არ გამოეხმაუროთ, მსურველები გამოეხმაუროთ. ეს ბრაუნი როგორ იყო, ცხვირზე რომ მიაწვევი და უკანასკნელს ცოტას რომ მოკუჭავ. და რომ გაშლი და რომ გაუხარდება. და ხმასა გამოსცემს გარმონის. ან მაგარი ძაღლი იყო. მე მომეწონა, მაგრამ ვერ წავიყვან. იმიტომ რომ თამოვლის ალერგია ყველას. ალერგია ყველას. ხვდები რამხელა პასუხისმგებლობაა ძაღლის პატრონობას. რომ მე სარბამსად ამისთვის. ხო, მაგრამ ძნელი არ არის. პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ძნელი. ჩვეულებრივი ყოველდღიური ხდება შენი ცხოვრება ელემენტარული. მithumetes თუ რა. და მათთვის ვისაც ძაღლის ხელში წერა თუ რა ეს თქვი თერაპია ხო ესეთი ლეკვია ცოტა ხანი გვერდზე მოიფერა ამ ფეხზე თუ გინდა გვერდზე რომ დაждდები თქვა რაღაცა ატატება ხელში არ შეიძლება ნემოსის სტუდია მისთვის ხერხემლისთვის არ არის ზაღლი მისთვის შექმნილი ეს ვერტიკალურად იდგეს და ვიღაცას ესე აწვებოდა ვიღაც აწვებდეს მუსელზე არ არის მისთვის კარგი ისტორია კი არ არის არაფერი პრობლემა და იღლიაში რო ყავთ ხოლმე ზაღლი ეს ეს მუსელზე აი ესე რომ აი ესე ხო არის ზაღლი აი ესე რომ უკიდო ხელი ეს ნებისმიერ ძაღლს შეიძლება შეიძლება თუ გჭირდება მაგრამ რა შეჭირდება ხო არის რაღაც ქალური რაღაცა ხო რომიდიანის შეხოხოები ხო აი ზუსტად მივადეკეთ გადაცემას მე მგონი ეგ არის აი იმედი მაქვს რომ შეხოხო იქნება ზაღლი რომელიც ღირს ძალიან ძვირის ყველაზე ძვირი და მისი 60 ზაღლი და 60 ესეც საინტერესო თემა ხო რო აცმევენ და პრაჩავენ და იყინები და რაღაც რაღაც ერთობა ზაღლის და პატრონის ეკა ზაღლი რას ერთობა ეხა შალის იმას რომ ამოაცვა როგორ ერთობა ეხა ნებისმიერ ყურადღებაზე ერთობა და პატრონის ნებისმიერ ყურადღება რაც ვარცხნი
წამოს აძლევს სხვადასხვა ნებისმიერ ყურადღებაზე ერთობა, ნუ თუ სწორად კეთდება ყველაფერი რა ხა. იმას მოსწონს არ მოსწონს სხვა არ, მაგრამ პატრონის ყურადღება ამავდროულად მოდის მიმდევარი ძაღლებიც არიან იქ. მოდის მთელი ინდუსტრია არის ძაღლების მოდა. ეს არ იქნება ცუდი ერთხელ. მაგრამ კონკრეტულად ზედმეტმა ყურადღებაა. პოდიუმი გავატარ გამოატაროთ აქ რა მაგარი იქნება. ძაღლები და შენ. მე ეს გავილი არ არის პრობლემა. ჩაცმული კი ვარ ეხა. შეხარ გასაკუთრებული ჯიშლა არის. შენი მე შემილია. ანუ ისე საპატიო პირველ ადგილს შენ მოხსენდა. ესე იგი, ეს იყო პრინციპში პირველი ასეთი შემთხვევა თქვენ სიუჟეტს რა დაუბრუნდა, როდესაც აი გამოხატულად ისეთი მავნეჩვევა ქონდა, რომელთან ბრძოლაც იყო საჭირო. უკბენას არ ჩავთვლით მავნეჩვევად ადამიანების არა უშავს, ხო? უკბენა უფრო მაინც ასე თუ ისე ორგანულია ძაღლისთვის, ვიდრე თქვათ. ხო, მართალია. კუდის მოჭმა. კი და ეს ძალიან იმიტომ ვაჩვენე ეს შემთხვევა, ეხლა დანარჩენი ყველაფერი ესეთი კლასიკური შემთხვევა იყო გათამამებისგან, მაგრამ აი სწორედ კუდს რო ღრნი და იმიტომ ვაჩვენე რომ აქვს ეს ბევრს პრობლემა და იმედია ეხლა მიხვდებიან რა უნდა გააკეთონ. ნუ ორი მეთოდი ვაჩვენე, იმედია კიდეს რაღაცნაირად დაფიქრდებიან და სხვებსაც მოძებენ ინტერნეტში, მაგრამ ეს ორიც მუშაობს კარგად, ანუ გართობა ძაღლის ვარჯიშები და ეს სითხე რომელიც ანუ კუდის მოჭრა ამ მეთოდებში არ შედის. არა, რაც დარჩება, ფეხს ფეხს დაუწყებს მე ღრმას. იმ ფეხს მოვაჭრი, მე მეორე რა თუნდა ეხა მოჭრა. არაფერს. ხუმრობ რა თქმა უნდა. არა, თქვენ ხუმრობ და მართლა ურჩიეს იმათ, ეკიმას კი ურჩია მოვაჭრათო და ნუ ეხა მოჭრა არაფერს არ წვეთს. კუდის მოჭრა? კი, აი ეს კუდის ის ნაწილი მოვაჭრათო. გადავიდო და მე შემდეგზე მით უმეტეს უკვე ჭრილობა ექნებოდა იქ და ის ჭრილობა ისედაც ებხანება, წავა და მე აბა ბოლომდე. ბიჭო, მერე თავი დარჩება მარტო ბოლო. აზრი არ აქვს სულელი. მე ფეხზე გადავა ბოლო ყველაფერს თავი დაანებო რა. წარსებს ზიანო და შეგვიძლია ესეთი პრობლემები მოვაგვაროთ თუ მტკივნეულო და ქირურგიული და ოპერაციული სარევის გარეშე. და როცა არსებობს სხვა შუადღე რა ხან პატივისცემა, მაგრამ ერთმანეთს რასაკვირი. მაგრამ გავცალოთ. ხარჩორი ძალიან ბევრ ხალხს ახი იყენებს ამ მორჩევებს რეალურად, იმიტომ რომ ბევრი შეხვედრია და აი ძაღლი ძალიან მიხარი. ერთ-ერთი ჩემ მეგობრიც რო იყო. ხო. იმ ხელა არის ახლა? ხო. აი მაგიდის ხელა გახდა თქვენ ახევარში, ეგეთ რამე არ მინახია. ერთი დიდი ძაღლი ყავს შემდეგი სიუჟეტისთვის. აი შემოვა ეხა შემდეგ შეგვიძლია ძალიან დიდი ძაღლი შინაური. მის პატრონთან დაგაკავშირებთ მე. თან ცოტა რაღაცა ვერ არის, მე მგონი. თან გულაბარაგება, საოცარია. საოცრება, ეს არის კლინიკური შემთხვევა. ძალიან დიდი მადლობა ზიანო და რომ იყავით ჩვენთან. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით და ჩვენს მაყურებელს ვიწვევთ ტელეეკრანებთან რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ უახლესი ტექნოლოგიები უნდა გაგაცნოთ. Samsung-ის ახალი smartphone-ი გამოდის. მაგას ეფშოთს ვიცი.